Საქსტატის ბოლო მონაცემების თანახმად ინფლაცია თვიურ ჭრილში შემცირებულია 4.6%-მდე, ანუ 0.2%. თუმცა თუ ჩაშლილ მონაცემებს შევხედავთ, სულ სხვა რეალობას ვნახავთ. ფასები გაზრდილია ყველა პროდუქტზე, რომელიც მოქალაქეებს პირველადი საჭიროებისთვის სჭირდებათ. ყველაზე მეტად ფასები იმატებს სურსათზე, პროდუქტებზე და ჯანდაცვის ჯგუფზე. წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ 9.5%-ით არის გაზრდილი ფასები. სწორედ სურსათის ჯგუფზე, ანუ ელემენტარულ პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლისთვის სჭირდებათ და ჯანდაცვა არის თითქმის 6%-ით გაძვირებული. ასევე თევზეული, პური და პური პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი, შაქარი, ზეთი. ეს არის ის პროდუქტები, რომელიც ძვირდება ყველაზე მეტად, შესაბამისად მოქალაქეებისთვის მდგომარეობა მხოლოდ მძიმდება. ეკონომისტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით მოსახლეობის საშუალო და ღარიბი ფენა გრძნობს ინფლაციას საკუთარ თავზე. მძიმედ საქსტატის მონაცემები კი ნაწილობრივ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვერ ასახავს რეალობას, მათ ეჭვიეპარებათ მთავარი მცველის დამოუკიდებლობის ხარისხში ყველა იმ ნაბიჯიდან გამომდინარე, რომელიც საქსტატთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გადაიდგა და ამიტომ მონაცემებს სრულად არ ენდობიან. 18%-იანი კლება იყო მაცივარზე. ჩემი აზრით ეს არის სწორედ ძალიან კარგი დეფინიცია ანეკდოტური მტკიცებულების, იმიტომ რომ როგორც ჩანს მოთხოვნა მაცივრებზე არის შემცირებული, როცა ვისყიდულობს ადამიანი მაცივარს, როცა უნდა უფრო დიდი ზომის მაცივარი, იმიტომ რომ წინა მაცივარი არის უფრო პატარა. უკვე საკმარისი მტკიცებულებაა ჩემთვის თუ რაოდენ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არის მოსახლეობა. მიუხედავად აი ამ ფაქტურად კამპანიისა თუ რა ვიცი ტერორისტული თუ ტერორისა, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება ამ სექტორზე და ფასების პოლიტიკაზე ბიზნესების, ორი თვეა ფასები იზრდება. პრობლემა გვაქვს ახლა, რომ პირველი ადგილობრივი ინფლაცია არ იკლებს, მეორე რომ ქართული ოცნების ეს მანუალური ინფლაციის კომისიური მართვა არის აბსოლუტური აბსურდი და utopia და მესამე რომ ემატება გარე შოკი, როდესაც უკვე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ფასები შეიძლება გაიზარდოს და ქართულ ოცნებას ამ გარე შოკზე არანაირი პასუხი არ გააჩნია. ფასები გაზრდილია ძირითადად საშუალოდ და სულ რომ დავაყენოთ იმას, რომ საქსტატი აბსოლუტურად ზუსტად იცვლის ყველაფერს, ეს აჩვენებს, რომ ის რაღაცა ბაქი-ბუქი, რაც ატეხეს რაღაცა კომისიების შექმნით, არის მხოლოდ რაღაცა ქარიშხალი ჭიქაში, რომ მთავრობამ აჩვენოს, რომ თითქოს რაღაცას აკეთებს. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ტიპის ქვეყანაზე, სადაც სურსათი არის სამხმარებლო კალათის დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, საშუალო ქართული ოჯახის ხარჯის ნახევარი მაინც საშუალოზე ვსაუბრობ და არა ღარიბზე, მოდის სურსათზე, ხო? შესაბამისად ღარიბის კიდევ უფრო მეტი შემოსავლის. ესე იგი ამ ადამიანებს რჩებათ ნაკლები ფული შემდეგ სხვა საქმეებზე, ხო? სხვა განსაკარგავად, ხო? რა ვიცი, მილიონი ხარჯია, ხო, ცხოვრებაში. შესაბამისად ეს თავისთავად არის პრობლემა და ამ პრობლემას ჯერჯერობით არაფერი არ ეშველა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასების მატება იმ ფონზე, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოცხადებული ბრძოლა ფასებთან, როგორც ჩანს, ვერ მუშაობს. თუ შევხედავთ საქსტატის მონაცემებს, აქ საინტერესოა ეკონომისტებისთვის ერთი ფაქტორი, რომ თვიურ ჭრილში შემცირებულია რძეზე და კვერცხზე ფასი 3.5%-ით და ეს მოხდა ზუსტად იმ ფონზე, როდესაც პირველი რისი ფასის შემცირებაც ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე აიღო, სწორედ კვერცხი იყო.